საფეხბურთო ზღაპარი, ანუ ბოლო სეზონი რეალურ ცხოვრებაში. ალბათ უმეტესმა თქვენგანმა იცის ეს პირველი სპორტული დრამა ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში. სერიალი, რომელიც მოგვითხრობს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარესე კლუბ მიმინო 1919-ზე. ახლა კი მე მოკლედ გიამბობთ რეალურ ამბავს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარესე კლუბ სპაერსზე. ეს არის 2017 წელს დაარსებული კლუბი, რომელმაც ყველას ბრძოლის, თავგანწირვის და მტკიცე ხასიათის მაგალითი უჩვენა. როგორც უკვე გითხარით, თბილისური კლუბის სპაერის ისტორია 2017 წლიდან იწყება. თავიდან რა თქმა უნდა იყო რანგით მეოთხე და მესამე ლიგა. თუმცა 2021 წლის გათამაშებაში პირველი ადგილის მოპოვების შემდეგ კლუბმა მეორე ლიგის საგზურის მოპოვება შეძლო. გასულ ორ სეზონში სპაერი უმაღლეს ლიგაში ამოსვლასთან ძალიან ახლოს იყო და საგზური ორივეჯერ პლეი-ოფში დათმო. წელსაც რა თქმა უნდა კლუბი კვლავ რჩებოდა ელიტაში ამოსვლისთვის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად. თუმცა თბილისელებმა შიდა ჩემპიონატში წელს არც თუ ისე დამაჯერებელი და სტაბილური თამაში აჩვენეს. მაგრამ დავით ყიფიანის თასზე მოთამაშე სპაერი აშკარად სულ სხვა გუნდი გახლდათ. ეს გასაკვირი იყო თუნდაც მათი ამ ტურნირზე ასპარესობის ისტორიის გამო. ბოლო 6 გათამაშებაში თასზე სპაერის მაქსიმუმი მერვედ ფინალი გახლდათ. წელს ყველაფერი შეიცვალა. თავდაპირველად ანზორ კეღურაძის გუნდმა იმ მომენტისთვის თავის მაქსიმუმი აჩვენა, როდესაც თასის მეოთხედ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. თუმცა რა თქმა უნდა ეს არ იყო მაქსიმუმი, რადგან სპაერმა თავის თავს კიდევ ერთხელ აჯობა და თელავი დაძაბულ ბრძოლაში 4-3 დაამარცხა. შედეგად თბილისური კლუბი ნახევარფინალში გაგრას წინააღმდეგ აღმოჩნდა. დასაკარგი არაფერი იყო. ალბათ სწორედ ეს მიდგომა იყო, რის გამოც 120 წუთიანი ბრძოლა ვიხილეთ. შეიძლება ითქვას, რომ საფეხბურთო ზღაპრის მორიგი თავი აქედან დაიწყო, რადგან სპაერმა ამ შეხვედრის შემოbrunება 122 წუთზე შეძლო. დიახ, სწორედ ბოლო წუთზე გატანილი გოლის შედეგად შეძლო გუნდმა 11 მეტრიანების სერიაში გასვლა, სადაც მეტოქე ასევე დაძაბულ ბრძოლაში 5-4 დაამარცხა და ისტორიული ფინალის საგზური მოიპოვა. 5 დეკემბერი დავით ყიფიანის თასის ფინალი, თბილისური დერბი. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის დინამო კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის სპაერის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ დინამოსთვის ამ შეხვედრას ორმაგით დატვირთვა ჰქონდა, რადგან გუნდმა შიდა ჩემპიონატის გზით ევროტურნირების საგზური ვერ მოიპოვა. ერთადერთი შესაძლებლობა თასის მოგება იყო. მოკლედ, ამ დაძაბულ ფინალში ანგარიში სპაერმა გახსნა. თუმცა მეორე ტაიმში დინამოელებმა 4 წუთში 2 გოლის გატანა და დაწინაურება შეძლეს. მაგრამ სპაერმა კიდევ ერთხელ შეძლო ძალების მოკრება და შეხვედრის 92 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. დამატებით დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, რის გამოც სპაერი ნახევარ ფინალის მსგავსად დაძაბულ 11 მეტრიანების სერიაში აღმოჩნდა. 5-5 დარტყმის შემდგომ ანგარიში 4-4 იყო. აქ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ სპაერის ფსიქოლოგიური მდგრადობა. სპაერიდან მე-6 11 მეტრიანი ლევან ბარამიძემ შეასრულა და თან როგორ გადამწყვეტ მომენტში პანენკა. დამეთანხმებით, რომ ეს დიდ ფსიქოლოგიურ მზადყოფნას მოითხოვს. მაგრამ სპაერის ჩემპიონობა მეკარემ ბახვა ფუტკარაძემ გადაწყვეტა, როდესაც ნიკოლოზ უგრეხელიძის გადამწყვეტი 11 მეტრიანი მოიგერია. სწორედ ამ მომენტში დამთავრდა საფეხბურთო ზღაპრის ერთი დიდი ისტორიული ნაწილი. სპაერი გახდა ერთადერთი გუნდი საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც შეძლო რანგით მეორე ლიგიდან თასის მოპოვება. აქვე გეტყვით, რომ ერთ-ერთი მთავარი და საინტერესო ფაქტი არის ის, რომ კლუბს არც ერთი ლეგიონერი არ ჰყავს. ახლა კი სანამ სპაერის მომდევნო მიზნებზე გიამბობთ, მოусმინეთ საფეხბურთო ზღაპრის გმირებს გამარჯვების შემდეგ, რომელიც კრისტალ სპორტმა ჩაწერა. და რა თქმა უნდა, მათ მოსმენამდე არ დაგავიწყდეს ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწვევა. რა თქმა უნდა ვიცოდით, რომ საკმაოდ რთული თამაში იქნება და იქიდან გამომდინარე დინამო ყოველთვის საზომი იყო ქართული ფეხბურთის. სპაერი არასდროს არ ყოფილა მეოთხე ფინალშიც კი და ასე რომ ჩვენთვის რა თქმა უნდა ისტორიული გამარჯვება იყო. ჩვენ გამოვედით მოედანზე, რა თქმა უნდა ძალიან გვინდოდა რომ მოგვეგო, მაქსიმალურად გავაკეთეთ ყველაფერი, ბიჭებმა თავი დადეს, ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის რომ აქ ეს მედლები ქონოდა კისერზე, ასე ვთქვა და ძალიან ბედნიერი ვარ ამ ფაქტით და კიდე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო გულშემატკივრებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა და გარდამტეხი როლი ითამაშა ჩვენს მოგებაში. 11-იანების სერია ისეთი მომენტია, რომ ახლა მეკარე ეს დიდი როლი ენიჭება რა, ესე რომ ვთქვათ და ვფიქრობდი მზად ვიყავი რაღაცები ვიცოდი ფეხბურთელების შესახებ. ქონდა ნანახი რა და მოახერხე, ავი ბედნიერია, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ესეთ დონეზე თასის ფინალში 11-ას ავიღებდი და ამაღებული პენალით თავი ჩემი გუნდი ჩემპიონი გახდებოდა რა. თან ეს რაღაც ასიხარო რომ პირველი ტიტული მოუპოვეთ სპაერს და თითოეულ ფეხბურთელს 90-99%-ისთვის პირველი ტიტული იყო, ეს და ძალიან ბედნიერი ვარ ამ ყველაფრითო ჩემი წვლილი შევიტანე. მე აზრით რითაც გამოვირჩევით ყოველთვის ხმელის დამსახურება ეს ბევრი რამე რომ გუნდი ჩემი აზრით ძალიან ვარ შეკრული რა, ბიჭები ყველა ერთმანეთს
ერთმანეთთან ახლოს ვართ ძალიან და მოედანზეც გამოჩნდა სათავსო თამაშებში, რომ რავი, ყველაფერში ერთმანეთს გვერდში უდგავართ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შეცდომები გამოვუსწოროთ თეორიული მატჩთაგანმა ერთმანეთს და ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლიერებს ერთმანეთის გულისთვის თამაშობთ ფეხბურთს ყოველთვის და შედეგიც ახეზია, რომ გავიხსენოთ სათავსო თამაშებიც ამ ყველაფერს მივახციეთ შედეგს ჩემი აზრით რა და ძალიან ბედნიერი ვარ ბიჭებს, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ რავი 120 წუთის განმავლობაში თავი არ დაუზოგავს არცეთს და ეს გვაძლევდა ზუსტად მუხტს და ეს იყო ჩემი მუხტის 11-იანების სერიაზე, რომ ბიჭებმა ამდენი რაღაცა გააკეთეს და არ სხვანაირად არ შემეცვა. ზოგადად ამას ვერ წარმოვიდგენდი თავი და რა თქმა უნდა ფინალში რომ გავიდოდი და მე ფინალსაც მოვიგებდით. ღმერთის წყალობით დაგვიფასდა ის შრომა, რაც ჩვენ მთელი სეზონის განმავლობაში გავწიეთ. მადლობა ღმერთს ამ სასწაული დღისთვის, მადლობა გულშემატკივარს. ჩვენ გზნობდით მათ გვერდში დგომას მთელი 90 წუთის განმავლობაში და ვფიქრობ, მათი დამსახურება არის ძალიან დიდი, რომ ჩვენ ეს თამაში შევძელით და გავიმარჯვეთ. მადლობა ყველას, თითოეულ მათგანს. ყველა 100%-ით ვიყავით მობილიზებულები, მზად ვიყავით ყველა სათამაშოდ. ესე თავიდანვე ვერ დაგეგმავ ამ ფინალს რომ გაიმარჯვებ თუ ვერ გაიმარჯვებ, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ აი ჩვენი შედეგი ბოლომდე მიგვეყვანა. და დაგვემთავრებინა გამარჯვებით. ესე მარტივად ვერ დაგეგმავ, კიდევ ერთხელ ვიტყვი ვერ დაგეგმავ გამარჯვებას ესეთ გუნდთან. მაგრამ ჩვენ ყველაფერი შევძელით, ყველაფერი დავდეთ, რომ ეს ისტორიული შედეგი დაგვეფიქსირებინა კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, გუნდს აქვს რესურსი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ იქაც ღირსეულად გამოვიდეთ და ღირსეულად ვითამაშეთ. ლიგა 2-ის მონაწილე გუნდი ვიყავით თავიდან და ასე დაგეგმილად თასის ჩემპიონობას ნახათ არ ველოდებოდით, მაგრამ ეს ყველაფერი პერიოდულად ამ მოგებულმა თამაშებმა და გუნდის ასე რომ ვთქვათ თავდაჯერებამ ამ თამაშებმა მოგვიტანა ის შედეგი, რომ საბოლოო ჯამში დღეს სიმართლე გითხრათ უკვე ნახდათ ჩემ თავში და ჩვენი თავში დარწმუნებულები ვიყავით, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია. ასე რომ, რა ვიცი, მართლაც ძალიან ბედნიერები ვარ, ჯერ ალბათ კიდევ ვერ ვაანალიზებთ რა გავაკეთეთ ჩვენი დონის კლუბმა და იმედია ხვალ უფრო კარგად დაწყნარებულ გონებაზე გავაანალიზებთ რა მოხდა. ძალიან ბედნიერები ვარ, გიხარია ყველას და ვამაყობ ნამდვილად ჩემი გუნდით, ჩემი ფეხბურთელებით, ჩემი სტაფით. ეს შემთხვევით არ მომხდარა, ეს დიდი შრომის ნაწილია და მე ამ შრომის დაფასება მინდა თითოეული მათგანის და მადლიერი ვარ თითოეული ჩემი გუნდის წევრის. უკვე ამ გუნდს უფრო მეტი მოეთხოვება, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ უკვე საქართველოს სახელით გვიწევს ასპარეზობა კონფერენს ლიგაზე და შევეცდებით რომ გუნდი უფრო გაძლიერებული შემადგენლობით გამოვიყვანოთ მომავალ სეზონში. კიდევ ერთხელ მივულოცოთ ანზორ კიღურაძეს და ბიჭებს ეს ისტორიული გამარჯვება და წარმატებები ვუსურვოთ 2025-26 წლების სეზონის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც თასის გამარჯვებულის სტატუსით ჩაერთვებიან. რა თქმა უნდა, მიზანი გაცილებით რთულია, თუმცა მე მჯერა რომ საფეხბურთო ზღაპარი აქ არ დამთავრდება. ამასთან კლუბს მომდევნო სეზონში საქართველოს სუპერთასის გათამაშება ელოდება. მოკლედ, წინ კიდევ დიდი სანახაობა გველის. ბოლოს დაწერეთ კომენტარებში, თუ თქვენს ხედავთ მსგავსებას სპაერის ისტორიასა და სერიალ ბოლო სეზონს შორის. აქვე, თუ არ გინახავს ეს სერიალი, გირჩევ უყურო და რა თქმა უნდა, დალაიქე ეს ვიდეო და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.